ეხლა ვისაუბროთ მიმწებებლებზე. მიმწებებლები ძალიან ბევრია, ვთქვათ, ისინი გამოიყენება რისთვის, რომ ეს ჩვენი ბიოპრეპარატები რაღაცნაირად დამაგრდნენ ხანგრძლივი დროით მცენარეების ფოთლებზე და იმოქმედონ რაც შეიძლება დიდხანს. მიმწებებელი საერთოდ ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს პრეპარატის ეფექტურობის ზრდაში და ჩათვალეთ, რომ პრეპარატის პოტენციალის ვთქვათ 20%-ზე მეც ვერ იყენებთ თუ არ იყენებთ მიმწებებელს. მიმწებებელი საერთოდ საჭირო არის ძალიან ცოტა, მაგრამ სითხე, რომელიც საბოლოოდ გამზადდება, ის აუცილებლად უნდა იყოს ცოტა წებოვანი. ეხლა ესეთი არ უნდა იყოს, რომ ეპოქსიდის წებოსავით ზედ დავეწებოთ მცენარეს, მაგრამ ოდნავ წებოვანი უნდა იყოს. შემდეგ ცოტა რო შეშრება, ის დატოვებს პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში მცენარის ფოთლებზე. ნიადაგზეც არაფერს არ აშავებს. პრეპარატი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს ბიომეურნეობაში, აუცილებელია, რომ იყოს ორგანული წარმოშობის. შესაბამისად, მიმწებებელიც ასეთი უნდა იყოს. პრინციპში აქ ხედავთ ორი სახის მიმწებებელს, რომელსაც ვიყენებ. ერთი ეს არის ჩვეულებრივი სარეცხი საპონი, არაფერი განსაკუთრებული და მეორე არის თხევადი სარეცხი საპონი. მაგრამ ამ საპონების ყიდვისას აუცილებლად კარგად უნდა შეისწავლოთ ეტიკეტი. არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები, რომ ეს შეიცავდეს რაიმე არომატიზატორს, შენ ხარ ჩემი ბატონი, ქიმიურ დანამატს, არაფერი ქიმიური დანამატი უნდა იყოს, ეს მაგალითად არის თხევადი საპონი კედრის ზეთით. ხო, ეხლა რა განსხვავებაა თხევად და მყარ ასე ვთქვათ, სარეცხ საპონებს შორის. განსხვავება არის შემდეგი. მოყურეთ, ეს საპონი შეიცავს ძირითადად ნატრიუმის ტუტით არის დამზადებული და შეიცავს მცენარის და ცხოველის ორგანულ ცხიმებს. ეს კალიუმის ტუტით არის დამაგრებული, ეს უფრო კარგად ხსნადია, ამიტომ შესაბამისად ეს საპონი ბევრად უკეთესია ვიდრე ეს ნატრიუმი სმარილების მცენარეზე მისხმა დიდად არ მხიბლავს და წესით არც თქვენ არ უნდა გხიბლავდეთ. ეხლა ასეთი რამ ვიმეორებ. ამეთი გამოყენება მიმწებებლად შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მათი ეტიკეტის კარგად შესწავლის შემდეგ. თუმცა ეს საპონები ახლა რაც მე აქ ამ წუთში ესენი არ შეიცავენ არაფერს, ამიტომ მათი გამოყენება ბიომეურნეობაში დასაშვებია. თუმცა მათზე უფრო ხშირად მე ვიყენებ აი ამას, ეს არის KMC. კარბოქსი მეთილცელულოზა. ეხლა რას წარმოადგენს კარბოქსი მეთილცელულოზა, რომ იცოდეთ. ეს გახლავთ ჩვეულებრივი არსებობს საკვებიც, რომელიც გამასქელებლად გამოიყენება, თქვათ იგივე იოგურტებში. და ეს თავად არის ჩვეულებრივი შპალიერის წებო, მეტი არაფერი არ გახლავთ აი ეს. ეს არის სუფთა. აი ასეთი კარბოქსი მეთილცელულოზა, რომელიც ეს დაფასოებულია ყუთებში და თან მით უმეტეს თუ ზედაწერია, რომ ის ობს არ იკეთებს, ანუ ობის სოკო არ წარმოიშობა ამით მიწებებულ შპალიერზე, ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, იმიტომ რომ ასეთი კარბოქსი მეთილცელულოზა როგორც წესი შეიცავს ფუნგიციდს და ჩვენი ბიოპრეპარატები სწორედ სოკოებია. ამიტომ რეალურად გაანადგურებენ იმ ტრიხოდერმასაც, ასპერგილუს ორიზა იქნება, თუ მეტარიზიუმი თუ ბოვერია, ეს მოსპობს და გაანადგურებს. ჩვენ გვინდა სუფთა KMC.
KMC თვითონ არის საკვები, ესე იგი გარდა იმისა, რომ მიმწებებელია, ის ძალიან კარგი საკვებია მიკროსკოპული სოკოებისათვის. ამიტომაც ეს სოკო გარდა იმისა, რომ მიეწებება მცენარეს, ის გამოიკვებება კიდეც და იქ, ასე ვთქვათ, დიდხანს იქნება ბედნიერად შედარებით. ამიტომ მე KMC-ს ვარჩევ. ეხლა ბიომეურნეობაში თუ თქვენ აპირებთ სასაქონლო პროდუქციის წარმოებას, KMC კატეგორიულად აკრძალულია, იმიტომ რომ ეს არის სინთეტიკური, ვიმეორებ, უბრალოდ ნახევრად სინთეტიკურია, მაგრამ მაინც ცელულოზა არის მოდიფიცირებული. ეს ბიომეურნეობაში არ დაიშვება, მაგრამ მე არაფერს არ ავყიდი, მე ვაწარმოებ ჩემთვის. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს KMC ჯერ ერთი არაფერს არ აშავებს, მეორე ძალიან ცოტაა, ვთქვათ 10 ლიტრიან ამაზე ბოთლზე აი ეს არის დაახლოებით საჭირო, უბრალოდ კარგად უნდა გაიხსნას რა. ხოდა. ამიტომ მე KMC-ს ვიყენებ, ამით ვთქვათ ბიომეურნეობის პრინციპს ვარღვევ, რომ აქ სინთეზურ რაღაცას ვიყენებ, მაგრამ ვიცი რა, რომ ეს სინთეზური რაღაც არის აბსოლუტურად უვნებელი, მით უმეტეს მისი შეჭმა ხდება თავად ამ ბიოპრეპარატების მიერ. ამიტომ KMC-ს ვიყენებ, უფრო ეფექტურია და გარდა ამისა, უფრო კარგად აწებებს ეს ერთი და მეორედ სოკოებისათვის ვიმეორებ საკვებ მასას წარმოადგენს. ეხლა ესეთი ფუფუნების საშუალება აქვს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც სასაქონლო პროდუქციას არ აწარმოებენ. ლიცენზირებული და ასე ვთქვათ, სერტიფიცირებული ბიომეურნეები ამას ვერავითარ შემთხვევაში მიმწებებლად ვერ გამოიყენებთ, ის კი არა. სარეცხი საპონი, რომელიც ბევრად მეტი დაგჭირდებათ ვიდრე KMC, უნდა შეისწავლოთ კარგად მისი ეტიკეტი, თქვათ სასერტიფიკაციო ორგანოსთან შეათანხმოთ, რომ აი ამას გამოიყენებთ მიმწებებლად. თუმცა ეტიკეტის შესწავლა როგორც წესი საკმარისია ხოლმე. და თუ იქ არ არის რაიმე სინთეზური, კი ბატონო, ან უნდა სპეციალური აღნიშვნა გქონდეს, თუ იყიდით, მაგრამ უკვე ნაყიდი მიმწებებლები ძალიან ძვირი ჟიდება, თან იმას ვერც გაამზადებთ სახლში, ვთქვათ ბიოპრეპარატივით სახლში ვერ მიიღებ აი ამ მიმწებებელს. ამიტომ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ან საპონი, რომელიც არის მთლიანად ნატურალური და არანაირ სინთეზურ არომატიზატორიდან დაწყებული რაიმე სინთეზურ ნივთიერებას არაფერს არ შეიცავს. ბიომეურნეობაში სხვა რამის გამოყენება კატეგორიულად აკრძალული გახლავთ. ან თუ გამოიყენებთ სპეციალურად ბიომეურნეობაში დასაშვებ მიმწებებელს, რაღაც თანხა დაგიჯდებათ და ეს თანხა სულაც არ იქნება იაფი სამწუხაროდ. ხოლო მათ ვისაც საკუთარი თავისთვის უნდა, ეს KMC მცირე რაოდენობით, ვიმეორებ KMC საკვებიც არსებობს, თუ საკვებ KMC-ს იშოვით, ის კიდე უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა, რომ არანაირი ეჭვი იქ მავნეობის შესახებ არ იქნება, თუ არა და ეს KMC ოღონდ უნდა გამოიყენოთ ვიმეორებ ისეთი KMC, რომელიც ფუნგიციდს არ შეიცავს. აი ესე აწონილი ფხვნილის სახით რომ ვიყიდე, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ფუნგიციდო იქნება. მე 1 საათი ვეჩალიჩე ამის გამყიდველს, რომ მისი პარამეტრები მოეძებნა, სადღაც ალკე ქონდა ამ პროდუქციის პასპორტი შენახული, ეს დიდი ყუთებით იყო ჩამოტანილი და წონით ყიდდა. არ მოვეშვი, ვიდრე არ ვაპოვნინე ზუსტი აღწერა იმისა, რას ყიდის თვითონ, არ იცოდა ფუნგიციდი იყო თუ არა. და სხვათა შორის აი ამ ელიავას გამყიდველებს ერთს ქონდა ისეთი, რომელიც ასეთი ასაწონი, ერთი იყო, რომელიც შეიცავდა ფუნგიციდს და მე ვიყიდე, მეორე, რომელიც ფუნგიციდს არ შეიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფუნგიციდი ჩვენ კი არაფერს დაგვიშოვებს. ბიოპრეპარატს, რომელიც თვითონ წარმოადგენს სოკოს, ნეიტრალიზაციას გაუკეთებს, შეიძლება ითქვას.
აღარ იმუშავებს, ეს საკვები კი არ იქნება მისი ამ ბიოპრეპარატის, იქნება ამ ბიოპრეპარატის კულელი და შესაბამისად მერე პათოგენური მიკროორგანიზმები გაჯიჯილდებიან ჩვენ მცენარეებზე. ამიტომ KMC ვიმეორებ ფრთხილად, აუცილებლად თუ გამოიყენებთ მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და უნდა იშოვოთ ისეთი, რომელიც ფუნგიციდს არ შეიცავს. პრინციპში უფრო ადვილი საშუალებელი, რა თქმა უნდა, არის სარეცხი საპონი. ეს ხაზზე ესტვენა მილორ უაწერია, არის ისეთებიც, რომლებიც სინთეზურ ნივთიერებებს შეიცავენ, არის ისეთებიც, რომლებიც სინთეზურ ნივთიერებებს არ შეიცავენ. პრინციპში, როცა თქვენი საჭიროებისათვის იყენებთ, ახლა ამასთან კონტაქტი ხელით ისედაც აქვთ, ვთქვათ, ქალბატონებს, ასე რომ სინთეზურის რო იყოს ის რაიმე მავნე არ იქნება არავითარ შემთხვევაში და მისი მცირე რაოდენობით მოხვედრა საკვებში არაფერს არ დააშავებს. თუმცა ისე რომ თუ ვაწარმოებთ პროდუქციას გასაყიდად, ასეთ შემთხვევაში ეს მიმწებებელიც უნდა იყოს მთლიანად ორგანული და არ უნდა შეიცავდეს ქიმიურად სინთეზირებულ ნივთიერებებს. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ნატრიუმის ტუტე და კალიუმის ტუტე ხომ იმოქმედა ამ საპნების მისას. ნატრიუმის ტუტე და კალიუმის ტუტე ეს მარტივი რაღაცეებია, ეს უფრის მარილიც ნატრიუმის ტუტისა და ამის აშკლორის შერევის შედეგად მიიღება და ერთმანეთთან რეაქციის, ხო? ასე რომ ნატრიუმის ტუტის და კალიუმის ტუტით მოდიფიცირება, ასე ვთქვათ, ცხიმების ეს პრობლემას არ წარმოადგენს ბიომეურნეობის ესე ვთქვათ, ძირითადი დოკუმენტის 2018-848, რომელსაც ხშირად ვახსენებთ. იქ დანართ პირველში ნახსენებია, რომ საპონები შესაძლებელია, ოღონდ უნდა იყოს მთლიანად 100%-ით ნატურალური. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად გრძანდება.